წიგნებით თავისუფლებისთვის ეს არის სლოგანი წელს წიგნის ბაზრობისთვის, რაც ვფიქრობ, რომ დღევანდელ რეალობას ყველაზე კარგად შეესაბამება, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ წიგნს კრიტიკულ აზროვნებას მკითხველ ადამიანს შეუძლია ქვეყანა დააყენოს სწორ გზაზე და ამიტომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ წელს მიუხედავად იმ გარდამტეხი ცვლილებებისა და იმ ნეგატიური ამბებისა, რაც ქვეყანაში არის, ამის პარალელურად შეგვექმნა სივრცე, სადაც გამომცემლები, წიგნის ავტორები, მკითხველები ერთად შეიკრიბებოდნენ და კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდებოდნენ იმაზე, რა მნიშვნელოვანია კრიტიკული გააზრება იმისა, თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში. ქართული ლიტერატურა ერთგული არის იმ ღირებულებების, რომელიც მასში არის შენახული, ხო და როდესაც ჩვენ ვაპარაკობთ საქართველოზე, საქართველო არის პირველ რიგში იდეა და ეს იდეა, რომელიც ამ ღირებულებებს ატარებს და ქართული ლიტერატურის ეს პოზიცია არის თავისთავად უკვე აქტი, მტკიცებულება იმის, რომ ქართული მწერლები, გამომცემლები, წიგნის გამავრცელებლები, ანუ იღებენ და აცნობიერებენ ამ პასუხისმგებლობას ქართული საზოგადოების წინაშე, მით უფრო ჩვენი ტრამული გამოცდილებით, ხო, რომელიც იყო მაგალითად აკაკი ბაქრაძემ არაჩვეულებრივად აღწერა თავის წიგნში მწერლობის მოთვინიერება და ჩვენ ვინ თუ არა ჩვენ ძალიან ზუსტად ვიცით რა არის ფასი ამ ღირებულებებზე უარის თქმის კომპრომისის, იქ სადაც ეს კომპრომისი არ შეიძლება. მარტო მუსიკოსიც არ არის შეიძლება ლიტერატორი იყოს თვითონ ხელოვნებაზე აისახება ან სიმღერაზე ან წიგნზე ან ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია რომ ჩვენ თითოეული გამომცემლობა დაფუძნების დღიდან აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას მკითხველთან. ჩვენი მკითხველი არის იმ თავისუფალი საზოგადოების ნაწილი, რომელიც იქმნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ. თავისუფალი საზოგადოება არ უნდა დაბრუნდეს ცენზურის დრო, რის თავზე მოხვევასაც არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს. წელს 4 ახალი წიგნი გვაქვს. გვაქვს აკრძალული მეხსიერების 3 მოგონება. ასევე გვაქვს ზეპირი ისტორიების კრებული, რომელიც არის პირისპირ. ეს არის 1921-30-იანი წლების გადასახლებული ადამიანების შთამომავლებთან ჩაწერილი ინტერვიუები. ასევე წელს გამოვეცით რამდენიმე საფოსტო ბარათი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კოლექციის, საარქივო კოლექციის ნაწილი. ღამბაშიძე ნიკოლაძეების კოლექციის 1910-20-იანი წლების სრულიად უნიკალური არქივი. რომ არა კალიგრაფები, დღეს ჩვენ წიგნის კულტურა და წიგნის შემორჩენილი არ გვექნებოდა. ისინი იყვნენ კალიგრაფები, იყვნენ პირველი ადამიანები, ვინც უზარმაზარ წიგნებს წერდნენ და შემოგვინახეს დღემდე ჩვენ ისტორიული ხელნაწერები და წიგნები, მაგრამ დღესდღეობით ამ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში, როცა კალიგრაფს აღარ სჭირდება უზარმაზარი წიგნების ხელით წერა, ისინი განთავისუფლდნენ ამ წნეხისგან და დღესდღეობით ქმნიან უკვე ულამაზეს ნიმუშებს, რომელიც უკვე ფაქტურად ხელოვნების ნიმუშები არის. თბილისის წიგნის ბაზრობაზე მკითხველს და მაყურებელს დახვდება აი ეს სტენდი. ეს სტენდი ჩვენ მოვიფიქრეთ იმისთვის, რომ ადამიანი როდესაც მოვა, კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რამხელა მნიშვნელობა აქვს პრესის თავისუფლება საქართველოში. ჩვენი ბაზრობის სლოგანი არის წიგნებით თავისუფლებისთვის და გვინდოდა კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა ეს და ამით ჩვენი სოლიდარობაც გამოგვეხატა მაგალითად მზია ამაღლობელის მიმართ და სხვა ჟურნალისტების მიმართ. თუნდაც მაგალითად ეს აირწინაღები, ჩაფხუტები რო არის ეს ხოტყულ არ არის, ეს აღნიშნავს იმას თუ რა მძიმე და რთულ მდგომარეობაში უწევს ჟურნალისტებს მუშაობა და წელს განსაკუთრებული ვითარება, მაგრამ ყოველთვის იყო არა მხოლოდ წიგნების გაყიდვის ადგილი, არამედ ძალიან საინტერესო იყო ხოლმე, არაერთი საინტერესო საუბარი მომისმენი აქ. ბევრი მოდის ხოლმე და ისე რაღაც დროს დაჰყოფს, იმიტომ რომ ნაცნობები არიან წიგნების გარშემო ტრიალი უყვართ ხოლმე და მე მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ესეთი საყვარელი ადგილია ბევრი ადამიანისთვის, ესეთი წიგნები უყვარს საქართველოში. დღეს რომ მოვედით ამას რა თქმა უნდა თავისებური პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობაც აქვს. ამით აღნიშნავ, რომ აქ მყოფ გამომცემლობებს მხარს უჭერ, მათ პოზიციას უჭერ მხარს, ერთი ეს არის. მეორე ის არის, რომ რა თქმა უნდა, კითხვას და წიგნების გამოცემას, მათზე მუშაობას, ამ კულტურას უწყობ ხელს, რომ რაღაცნაირად გინდა, რომ შენი ქვეყანა იყოს ნაკითხი ერის კულტურით ნასაზრდოები. მე პირადად მე თვითონაც ვწერ, მე თვითონაც ვთარგმნე ერთი წიგნი, რომელიც აქაც არის და წიგნების კითხვა ჩემი ყოველდღიურობაა, რადგან ჩემი პროფესიის ნაწილი.
შეუძლებელია. და რეალურად ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ რაღაცა ისიამოვნო და რაღაც წაიკითხო, არამედ შენი თავი ხელახლა გაიცნო, შენი ისტორია, შენი კულტურა ხელახლა აღმოაჩინო. Good.